საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 ქალაქში აღინიშნება უკვე რამდენიმე საათია საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს ყველა რეგიონში. კონცერტები, ექსპოზიციები, შეჯიბრებები, თეატრალური მსვლელობები დღე 21 საათსა და 30 წუთზე საქართველოს ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. თბილისში რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში 2 კონცერტი უნდა დაიწყოს. პარლამენტის ყოფილ შენობასთან უკვე მოწყობილია სცენა, რომელსაც სულ მალე დაიკავებს ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილები, რუსთავი, ერისიონი, მართვა და სხვა ქართული ანსამბლები. ლიზა ციკლაური ჩაგორთობა პირდაპირ ეთერში. ლიზა გისმენთ. კონცერტი რამდენიმე წუთია რაც დაიწყო. კონცერტი გახსნა ანსამბლმა მართვამ, როგორც კაცში ხედავთ, ისინი სცენას იკავებენ ამ წუთებში. კონცერტი გაიხსნეს სიმღერით ჩემო კარგო ქვეყანო და სწორედ სიმბოლური იყო ამ სიმღერით დღევანდელი კონცერტის გახსნა. სულ ცოტა ხანში როგორც ხედავთ, რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი და უამრავი ადამიანი აქ შეკრებილი, არის მოწყობილი სახალხო სეირნობა. ანსამბლმა მართვამ ძალიან ბევრი ნომერი მოამზადა დღევანდელი ღონისძიებისთვის. ჩემო კარგო ქვეყანავს, როგორც კი დასრულდება ეს სიმღერა, ანსამბლი მართვა შეასრულებს აფხაზურ სიმღერას, რასაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეორე სცენა, რომელიც მოწყობილია პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ჯორჯიან ბრასის კონცერტი. სულ ცოტა ხნის წინ კი ამ სცენას იკავებდნენ პანტომიმის თეატრის მსახიობები, შესრულდა სპექტაკლი სახელწოდებით კიდევაც დაიზრდებიან, რომელსაც ასევე ძალიან სიმბოლური და პატრიოტული დატვირთვა აქვს, როგორც თეატრის მსახიობებმა და რეჟისორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს. როგორც კაცში ხედავთ, უამრავი ადამიანია შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, მოწყობილია სახალხო სეირნობა, კონცერტები ცოტათი დაგვიანებით, ამინდის გამო ცოტათი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამ წუთებში, როგორც კაცში ხედავთ, ღონისძიებები უკვე დაწყებულია, ძალიან კარგი ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ აქედან იწყება ჩვენი ის თავისუფლება, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ. ესე იგი, წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი წლებისა და დროის მანძილზე. ჩვენ ვიწყებთ ჩემო კარგო ქვეყანათი, იმიტომ რომ ამ დღეს ყველაზე მეტად შეეფერება ეს სიმღერა. შემდეგ მეგრულ სოფლურ სიმღერას ვიმღერებთ და სპეციალურად ვიმღერებთ აფხაზურ სიმღერას, იმიტომ რომ კიდე შევახსენოთ ჩვენ თავს და ყველას რომ აფხაზეთიც ისევე საქართველო როგორც სხვა კუთხეები. შევეცდებით ყველას პატრიოტული განწყობა შევქმნათ აქ შეკრებილ საზოგადოებას. ყველას მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. კონცერტები მიმდინარეობს მთელ რუსთაველის გამზირზე, ოპერის და ბალეტის თეატრის წინ მოწყობილ სცენაზე. გაიმართა ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა ნაცნობი და უცნობი ბენდები და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყო. გაიმართა ასევე გამოფენა, თანამედროვე მხატვრობის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გოგა ჩანადირის, იურა მეჩითოვის და ირმა შარიქაძის ნამუშევრები. ოჩი მინდა რომ მე პირველად ვიღებ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და მე ვფიქრობ ეს პროექტი, ქართული პროექტი, ცისთაღი გვირგვინად არის ფაქტიურად შექმნილი ამ დღისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქართულ სიმბოლიკაზე, ქართულ ტრადიციებზე, არაჩვეულებრივი სილამაზის ქართველ ქალებზე და მე ბედნიერი ვარ მივიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მიუხედავად წვიმისა, ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე ნამუშევარი დაგვეკიდა და თუ ამინდი მოგვცემს საშუალებას, ყველას დავკიდებ. ამინდობის მიუხედავად მაინც გამოვედით და ბავშვთან ერთად კვლაყოფილი ვართ დღევანდელი დღით. ყველას გილოცავთ. მე შეგახსენებთ, რომ 26 მაისისადმი დამოუკიდებლობის დღისადმი მიზრული ღონისძიებები წვიმის გამო ცოტათი მოგვიანებით დაიწყო, თუმცა ამ წუთებში ყველა ღონისძიება მიმდინარეობს და საკმაოდ მხიარული და კარგი განწყობა რუსთაველის გამზირზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ზუსტად 8 საათზე დაიწყება ჯგუფ შინის კონცერტი. დიდი მადლობა ლიზა, ეს იყო ლიზა ციკლაური, რომელიც მომის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. საზეიმო ღონისძიებებში შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციაც მონაწილეობს, თვითმფრინავებად საზე საქართველოს დროშა კვამლით გამოსახეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გადმოიყარა მისალოცი ბარათები. მფრინავები მზადებას რამდენიმე დღის განმავლობაში მარნეულის აეროდრომზე გადიოდნენ. სპეციალურ ღონისძიებებში Su-25, Mi-24 და Mi-8 ტიპის შეულფრენები მონაწილეობდნენ.
სამხედრო ტექნიკა დღეს 11 ქალაქშია გამოფენილი: თბილისი, თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამროლაური, საჩხერე და სენაკი. ვარდების მოედანზე გამოტანილია ჯავშან ტექნიკა, მათ შორის არის ქართული დიდგორი, ლაზიკა, არტილერია, კავშირგაბმულობის საშუალებები და სამხედრო შეიარაღება, ასევე ჯარისკაცების აღჭურვილობა. მთლიანი ეკიპირება ყველა ის საბრძოლო ატრიბუტი, რაც სხვადასხვა პროფესიის ჯარისკაცებს დავალებებისთვის სჭირდებათ. რატი მუჯირი მოგვიყვება დეტალებს. რადიგის 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე არის ალბათ ის ერთადერთი დღე, როდესაც რუსთაველის გამზირზე გამოფენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ტექნიკა და ის ყოველთვის ყველაზე დიდი ინტერესი წვევს. ჩვენ ახლა შევეცდები ჩვენი მაყურებლისთვის უფრო ახლდან დავათვალიეროთ რა ტექნიკა არის ვარდების მოედანზე გამოფენილი. მას ასე პირველი ეს არის ტანკი T-72, ის საკმაოდ ძლავრი დანადგარი არის. გამოირჩევა საქართველოში მოდერნიზებული T-72 სიმის სისტემით, რაც იძლევა ღამით სროლის საშუალებას და დამიზნების საშუალებას, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ბრძოლის წარმოების დროს. ეს ტანკი არის საკმაოდ გამოცდილი და ძალიან ბევრ ბრძოლაში არის დამყოფი. შემდეგი ექსპონენტი ეს არის უკვე ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ოპერატორს თხოვ გადავიდეს შემდეგ ადგილზე. ეს არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც გამოიყენება დესანტირებისთვის. მას გამოარჩევს ის, რომ გადაადგილდება როგორც ხმელეთზე, ასევე წყლის ზედაპირზე გააჩნია ქვემეხიც, როგორც ხედავთ და ასევე ტყვიამთქვევი. ისიც საკმაოდ პრაქტიკულია ბრძოლებში. როგორც იცით, დღეს გამოფენილი არის ქართული სამხედრო ტექნიკაც, მათ შორის არის ლაზიკაც, ეს არის საქართველოში წარმოებული პირველი ქვეითთა გადასადგილებელი ავტომობილი, მას აქვს ნატო სტანდარტის ჯავშანი, ასევე თვითმართვადი ქვემეხი და ტყვიამთქვევი. ის ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია, როგორც ცნობილი არის, თუმცა არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქართული არმიისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის. ლაზიკა გამოჩნდა პირველად შარშან, უკვე ქუთაისში აღლუმის დროს. ჩვენ ახლა ოპერატორს თხოვ გადმოვიდეთ გზის მეორე მხარეს, სადაც უკვე არის ნავთქორწნები გამოფენილი, სხვა კალიბრის ნავთქორწნები, რომლებიც გამოიყენება სამხედროების მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს არის თქვენ ერთ-ერთ მათგანს ახლა კადრში ხედავთ, ყველა ტექნიკას, რომელიც გამოფენილი არის რუსთაველზე, ბუნებრივია ყავს პასუხისმგებელი პირი. ოპერატორს თხოვ უკვე შემდეგ ექსპონენტზე გადავიდეთ, ესეც არის ნავთქორწნი. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ინტერესი იწვევს, მოქალაქეები მოდიან, სამხედროებს ეკითხებიან თუ როგორ მუშაობენ ეს დანადგარები. აქ გამოფენილი არის ასევე ეჯდერი, ესეც არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ისიც გამოიყენება დესანტირებისთვის, ეს არის თურქული წარმოების და ქვეითთა საბრძოლო მანქანის მსგავსად, ისიც როგორც წყალზე, ასევე ხმელეთზე გადაადგილდება, გააჩნია ვიდეოთვალი, ასევე უყენდება შეიარაღებაც. შემდეგი ექსპონენტი უკვე არის BTR-80, ისიც ასევე დესანტირებისთვის გამოიყენება, საკმაოდ პრაქტიკულია. და BTR-ის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ერთი ქართული სამხედრო ტექნიკა, ეს არის ჩინგორი, ესეც ქვეითთა საბრძოლო მანქანა არის, როგორც ხედავთ, მას აქვს ჯავშანი, ჩვენ ოპერატორს თხოვ ახლა უფრო ახლოს მივიდეთ. ამაში შესაძლებელი არის პირადი შემადგენლობა ჩაჯდეს როგორც შეჯაშნულ კაბინაში, ასევე უკან ღია კაბინაში, მას აქვს შეიარაღება, საკმაოდ ძლავრი ჯავშანი გააჩნია, როგორც ცნობილია და ჩინგორიც ასევე გამოიყენება ამ დროისთვის ტესტირების რეჟიმშია. ჩინგორის შემდეგ ჩვენ უკვე ვხედავთ ოპერატორს თქო გადავიდეს შემდეგ მანქანაზე, ეს არის უკვე საბრძოლო მანქანა ვოლფი, ისიც ბუნებრივია დესანტირებისთვის გამოიყენება, არის ებრაული წარმოების, საკმაოდ მძლავრი ჯავშანი აქვს, ეკიპაჟი 9 წევრი არის. შეიარაღებაში აქვს ასევე, როგორც ხედავთ, ტყვიამთქვევი. იქ სადაც ახლა ყველაზე მეტი ხალხმრავლობაა, სავარაუდოდ უნდა იყოს ქართული წარმოების ავტომატი G5. მე ახლა ვთხოვ ოპერატორს მივიდეთ აქ და ვნახოთ. დიახ, როგორც გითხარით, ეს არის G5, ქართული წარმოების ავტომატური შაშხანა. მას როგორც ხედავთ, გააჩნია ლულისქვეშა გასასროლის საშუალებაც. თქვენ ხედავთ ერთ-ერთ ტურისტს, რომელიც ინტერესდება ქართული სამხედრო წარმოებით და იმ შაშხანით, რომელიც საქართველოში არის წარმოებული. ქართულ G5-თან ერთად აქვე არის ამერიკული შაშხანა M4-იც, რომლებიც ვიზუალურად გვანან ერთმანეთს. ეს უკვე არის კობრა, ისიც არის ჯავშან მანქანა, გამოიყენება დესანტირებისთვის. მას საქართველოში იყენებს როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების რაზმები.
და კობრის შემდეგ უკვე არის ორი მოდიფიკაციის დიდგორი 1 და დიდგორი 2, ისინი გამოირჩევიან ერთმანეთისგან მხოლოდ რაოდენობით დესანტის. ყველაზე გამოცდილი არის ქართული შეიარაღებიდან, ასე ვთქვათ, დიდგორი. მას გააჩნია ნატო სტანდარტის ჯავშანი, ასევე შეიარაღება მინიგანი ერთ მოდელზე, მეორე მოდელზე კი უწიუსი, თუმცა ისინიც უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ტესტირების რეჟიმში არიან. ვარდების მოედანზე ასევე არის ემრაბი, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი, რომელსაც ქართველები იყენებენ ავღანეთში მისიის შესრულების დროს. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ინტერესი არის გამოწვეული, მოქალაქეები შიგნიდან ათვალიერებენ, მათ აინტერესებს როგორ გამოიყურება ის ტექნიკა, რომელთაც საქართველოს შეიარაღებული ძალები სხვადასხვა ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ეს არის ემრაბი, რომელთაც ქართველი სამხედროები ავღანეთში ასრულებენ მისიას. ის საკმაოდ დაცული ავტომობილი არის, გააჩნია საკმაოდ ძლავრი ჯავშანი, ძალიან ხშირად უწევს აი ამ ავტომობილებს თალიბანის ნაღმებზე აფეთქება, თუმცა როგორც წესი პირადი შემადგენლობა ამ დროს არ ზარალდება, რადგან როგორც გითხარით, საკმაოდ ძლავრი ჯავშანი აქვს ემრაბს. ეს არის უკვე ჰამერი, რომელთაც პირველად ქართულმა სამხედროებმა ერაყის სამშვიდობო მისიის დროს ისარგებლეს და ახლა ის არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. და ახლა უკვე გადავდივართ რეაქტიულ ზალპური ცეცხლის მქონე რეაქტიულ артиллერიაზე. ეს არის საქართველოში წარმოებული ტექნიკა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი. ჩვენ ის საჩვენებელი გასვლა მას უკვე ქონდა და გვაქვს ნახი თუ როგორ არის მოქმედებაში. ქართული როგორც გითხარით, ეს არის ქართული ჯავშან, უკაცრავად ქართული საარტილერიო დანადგარი, მისი კალიბრი არის 122 მმ. მიმართულების რაოდენობა არის 40 ცალი, ანუ დანადგარი, რომელიც ისვრის. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეგრეთ წოდებული გრადი, რომელიც ასევე ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარია. და ბოლოში უკვე დგას დანას ტიპის ჩეხური წარმოების საარტილერიო დანადგარი. გზის მეორე მხარეს გამოფენილი არის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობა და როგორც ხედავთ, ყველა მათგანთან საკმაოდ დიდი ინტერესია, მოქალაქეები შეკრებილები არიან და ათვალიერებენ უშუალოდ იმ ტექნიკას და იმ საშუალებებს, რომელთაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები სხვადასხვა ოპერაციებისთვის ასრულებენ თუ წვრთნების დროს ემზადებიან. ეს იყო ის შევეცადე მცირედ და მოკლედ ჩავამეთვალა იმ ტექნიკის შესახებ, რაც არის გამოფენილი ვარდების მოედანზე, ჩვენ შევით ბუნებრივია რუსთაველს და ვაგზავნებთ მოვლენებზე დაკვირვებას და უკვე გამოშვებებში შემდგომ სხვა ჩარტოებში შემოგთავაზებთ ახალ ინფორმაციას, რომელიც იქნება რუსთაველის გამზირზე. მადლობთ დეტალური ინფორმაციისთვის. პირდაპირ ეთერში რატი მუჯირი საუბრობდა.